ჯერ რომ მითხრა შენ საქმეზე, ანუ შენ სასამართლოში გაქვს საქმე, იმიტომ რომ თურმე რუსთაველი გადაგიკეტავს, ხო? მაშინ მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირი არც მაგისტრალი, არც სტრატეგიული გზა არის და ყოველდღე იკეტება რუსთაველი. ყოველდღე. რას გედავებიან კონკრეტულად? ყოველდღე იკეტება, თუმცა რატომღაც 8 და 9 იანვარს გადავწყვიტეთ თურმე რომ ხელოვნურად ჩავკეტო ეს გზა და მათ მასალებში ასობით ადამიანი ვდგავართ და რატომღაც მაინც მე ვკეტავ თურმე ხელოვნურად. გასაგები არის რომ ეს არის ყალბი საქმე და პირველი და უკანასკნელი არ არის, ამას იყენებენ ადმინისტრაციულად, ასევე უკვე ხედავთ რომ სისხლის სამართალსაც ეს არის დიქტატურის დამყარების პროცესი, ავტორიტარიზმიდან ჩვენ გადავდივართ დიქტატურის ფაზაში, როდესაც რეჟიმს აღარ ჭირდება ლოგიკური განმარტება საკუთარი ქმედებების და შესაბამისად ამ შემთხვევაში მოსალოდნელია ნებისმიერი ტიპის მათი მხრიდან სამართლებრივი იურიდიული მექანიზმების გამოყენება, რომელსაც სამართალთან არაფერი საერთო არ აქვს და ჩვენ ზუსტად ამას ვხედავთ, რომ პარლამენტი ქცეულია ასეთი ტექნიკური უკანონო კანონების მიღების რაღაც ორგანიზაციად და მთელი სახელმწიფო სისტემა გადაქცეულია ასეთი დიქტატურის ხარდაჭერის და უზრუნველყოფის მექანიზმად. და აი შესავლივალში თქვი მერაბ რომ ეფექტური სახელმწიფოს მშენებლობა უნდათ, ხო, ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ყველაზე ეფექტური სახელმწიფო არის ჩრდილოეთ კორეაში. საერთოდ მოქალაქეებს არც გასვლა შეუძლიათ, არც შემოსვლა, ყველა კონტროლის ქვეშ არის, ყველა ეთანხმება სახელმწიფო პოლიტიკას. აი, ყველაზე ეფექტური სახელმწიფო არის ჩრდილოეთ კორეა, რომელსაც გაეროსთანაც არაფერი საერთო აქვს და არც ერთ ორგანიზაციასთან და პრინციპში ამ რეჟიმს ახლა რა პოზიციაც ჩანს, მათი გაგებით სუვერენიტეტი მათ შორის ნიშნავს იმას, რომ გაეროში ჩვენი წევრობაც ზღუდავს მაგალითად საქართველოს სუვერენიტეტს. საერთაშორისო დოკუმენტების ხელმოწერა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიერაც მომხდარა ისე როგორც ყველა დანარჩენი წევრი სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ზღუდავს მაგალითად საქართველოს სუვერენიტეტს. შესაბამისად, ჩვენ რეალურად მივდივართ ჩრდილოეთ კორეისკენ, პოლიტიკოს ჰქონდა ამაზე სტატია და იმ მომენტში ბევრისთვის ეს წარმოუდგენელი ეგონა, თუმცა ეხლა რა რეჟიმიც ჩანს, ავტორიტარიზმისგან უკვე გადავაბიჯეთ დიქტატურაში, ეს არის სრულიად მკაფიო. ამ ეტაპზე ჩვენ ხედავთ, რომ რეჟიმს აღარ აინტერესებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, საერთოდ და არც საშინაო ლეგიტიმაცია აინტერესებს ისმით მშვენივრად, რომ არც არჩევნების გამართვა ჭირდებათ, არც ამომრჩეველი ჭირდებათ, არც დაპირებების გაცემა, არც დაპირებების შესრულება. ერთადერთი რაზეც დგას დღეს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ერთი ადამიანის რეჟიმი არის რეალურად, ეს არის მისი მორჩილი ძალოვანი სისტემა, რომელიც ძალადობს მოქალაქეებზე უკანონოდ, კონსტიტუციურ წესრიგს არღვევს და შესაბამისად იმედი აქვს უბრალოდ იმისა, რომ აი ძალადობით შეძლებენ საკუთარი დიქტატურის დამყარებას და ალბათ ტოტალიტარიზმში გადაყვანას. ხო, კი ბატონო, მაგრამ რამდენად შეიძლება ამან უშველოს ამ ჭანჭიკების მოჭერამ ახლა, ხო, ყოველდღე ამას გვიანონსებენ. ხო, ანუ ჯერ ბრძანება შეცვალეს, ახლა კანონები შეცვლიან, ხვალასწრიზამი კიდევ არავინ არ იცის, ხო? ამდენად გადატეხავს ეს პროტესტს თქვენი აზრით, რის იმედიც აქვს ხელისუფლება? პრინციპში ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ საქართველოში შედგეს ის, რაც შედგა რუსეთში და შედგა ბელარუსში. იმიტომ რომ თავის ძროზე თქვა რომ მე არ ვარ იანუკოვიჩიო, არ ვარ კიდე აღნიშნა შევარნაძე, შესაბამისად არ აპირებდა და თქვა რომ არ აპირებს ხელისუფლების დათმობას, არც არჩევნების გზით, არც სახალხო წინააღმდეგობის ფონზე და მაშინ არის ლუკაშენკო და მაშინ არის პუტინი, იმიტომ რომ ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვა გამოცდილება არ არსებობს. ხო, შეიძლება კიდე სხვა რეჟიმების მაგალითებიც მოვიყვანოთ, მაგრამ ყველაზე აქტუალური მაშინ გამოდის ლუკაშენკო და პუტინი. რა შეძლეს ამ რეჟიმებმა? ზუსტად ის, რასაც ახლა აპირებს. ანუ კანონის სახელით დღეს პუტინი ხომ კანონიერად არის პრეზიდენტი, ისე როგორც ლუკაშენკო. ანუ კანონების მხრივ გააფართოვა საკუთარი ძალაუფლება, მოსპო ოპოზიცია, მათ შორის ნავალნი მოკლა ციხეში, მთელი ნავალნის და სხვა ოპოზიციური გუნდები ასე ვთქვათ მოსპომ მთლიანად, ისე როგორც ლუკაშენკომ რეპრესიული კანონები მიიღო და უნდა დავაკვირდეთ რაზე არის აქცენტი პუტინის. თავარი პუტინის აქცენტი არის კონსერვატიულ ღირებულებებზე, თუმცა ამავდროულად ციხეში ყავს მაგალითად სტრელკოვი, რომელიც იყო საკმაოდ ასე ვთქვათ პრო-პუტინისტური და ესეთი აგრესიული პოზიციების მქონე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, იმიტომ რომ ქართულ ველზეც ჩვენ ხედავთ, რომ ზუსტად იგივე პროცესები ვითარდება და განვითარდება. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი
აუცილებლად მიადგება ბოლომდე კონსერვატიულ ძალებსაც და მოსპობს ყველა კონსერვატიულ ცენტრს გარდა მისი ცენტრისა, იმიტომ რომ მისთვის დაუშვებელია რომ ვინმე არსებობდეს მისი სრული კონტროლის მიღმა. ფაქტია ხა ალტიფოს საერთოდ წინასაარჩევნოდ გაუქმეს გახსოვს ხო? კი. რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ამისეს რომ აი პრორუსების ხმები არ წაერთმია ოცნებისთვის. კი ბატონო, ალტინფოც, პატრიოტთა ალიანსიც ამ შემთხვევაში როგორც კონსერვატიული ძალები იქნებიან თავდასხმის ობიექტი აუცილებლად და უკვე არიან იმიტომ რომ ივანიშვილისთვის დაუშვებელია ასეთი ცენტრების არსებობაც კი. მას ჭირდება სრული კონსოლიდაცია იდეოლოგიის, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გავიაზროთ რომ ეს ბრძოლა რეალურად არ გადის, ეს იყო ტყუილი, აი ეს კადრები არის, რაზეც მოსაუბრობდი, როცა აი ჟურნალისტები ტროტუარზე არ გაგვაჩერეს. რასაც აი ამ ცემეს ფაქტობრივად. რასაც ამ კადრებზე ვხედავთ, ეს არის ერთ გოგოს თმები მოკაჩა გედედეს წარმომადგენელმა, ეს ნიღბიანები საოცრად აგრესიულად იგი პირველად შევეჭეხი ამ ნიღბიანებს ასე პირისპირ. ყოველგვარი სიტყვის გარეშე ტროტუარ წარმოადგენთ ახლა ტროტუარზე ვდგავართ და მოვარდნენ ერთ თავში ხელი ჩაარტყეს და დააგდეს, გამოჩნდება ეს კადრი ახლა იქნება როგორც აქციეს ეს ჩვენი კოლეგა ძირს არაფერს არ ვაშავებდით. ჩვეულებრივად რაც გვითხრეს ის გავაკეთეთ. გადადით ტროტუარზე და გადავედით ტროტუარზე. მეტი არაფერი და აი ასე ისინი გვეუბნებიან რომ კანონი ჩვენთვის არ არსება. აი ეს ადამიანი როგორ დააგდა. აი ასე მას რა ქვია დააგდეს ძირს. არც კი უთქვამთ რომ გადით ტროტუარზე არ შეიძლება და რაღაცა. მაგრამ როგორ გვეთხოვენ ხა ტროტუარზე ვინ აკრძალა დგომა ადამიანების. აღარ ჭირდება რეჟიმს. მაგრამ ხო გვეუბნებიან რომ ჩვენ თუ გადავწყვეტ ტროტუარზეც ვერ დადგებით. რა მნიშვნელობა კანონში რა წერია? ხვალ ადგებიან და ალბათ კანონში მაგასაც ჩაწერენ ტროტუარზე დგომა არ შეიძლება, არ ვიცი. აღარ ჭირდება რეჟიმს არც კანონი, არც კანონის აღსრულება, იმიტომ რომ სხვა ფაზაში ვართ მე რა. დიქტატურის ფაზა განსხვავდება ავტორიტარიზმის ფაზისგან. ავტორიტარიზმში რეჟიმს ჭირდება რომ კონდეს ლეგიტიმაცია, რეჟიმს ჭირდება გარკვეული იდეოლოგია, რეჟიმი ამ შემთხვევაში იყენებს გარკვეულ გამართლებას, ხო, ცდილობს არგუმენტების მოშველიებას და მსჯელობას ამაზე. დღეს დიქტატურის ფაზაში უკვე სადაც შემოვაბიჯეთ, რეჟიმს აღარ ჭირდება არც კანონი. ეს ადამიანები ხო არ არიან პოლიციელები და სამართალდამცავები. ნიღავი, ვისაც უკეთია, ის აპრიორი არ არის სამართალდამცავი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმიტომ რომ არანაირი ლოგიკა იმისა, რომ სამართალდამცავს უნდა ჭირდებოდეს ნიღაბი საკუთარი უფლება-მოსილების შესრულებისთვის, არ არსებობს. ეს ადამიანები რეალურად არღვევენ თავად კანონს და პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვან კანონს არღვევს ბიძინა ივანიშვილი. ჩვენი კონსტიტუცია მესამე მუხლი იწყება იმით, რომ საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო. სანამ გადავალთ ადმინისტრაციულ კოდექსზე, სისხლის სამართლის კოდექსზე, სადაც ერთ დღეში შეაქვთ ცვლილებები და ეს ცვლილებები არ არის ლეგიტიმური, იმიტომ რომ თვითონ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და კონსტიტუციას კიდე რომ ჩავხედოთ შინაარსში ამ კონსტიტუციის, ფუნდამენტი კონსტიტუციის არის, რომ საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო. დღეს ბიძინა ივანიშვილი ცვლის ფუნდამენტს სახელმწიფო მოწყობის. სადაც მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურად გადაქცეულია სამართალდამღვევ სტრუქტურად. რით განსხვავდებიან ეს პოლიციელები მათ შორის რუსეთის ომონისგან და ბელარუსში არსებული მილიციისგან, ვინც არბევდა იქ მოქალაქეებს. იქაც იბრძოდნენ მოქალაქეები, ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრი რუსი და ბელარუსი ციხეშიც არის და მსხვერპლი გახდა ამ რეპრესიების და თავარი კითხვა არის იმაში, ჩვენ რამდენად არ ვართ ბელარუსი და რუსეთი. ბიძინა ივანიშვილის გათვლა არის იმაზე, რომ ვართ. არის გათვლა იმაზე, რომ შეძლებს ჩამოყალიბოს რა, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამაზე ვიმსჯელოთ. ბიძინა ივანიშვილი პირველი ადამიანია საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში, ვინც გადაწყვიტა, რომ დიქტატურის ჩამოყალიბება სურს. აქამდე რაც იყო ავტორიტარიზმის ელემენტების რაღაც სისტემები. ივანიშვილი პირველია, ვინც საქართველოს მისაკუთრებას აპირებს. კონსერვატიული ღირებულებები, რაზეც საუბრობს, ეს არის უბრალოდ შირმა, ფარდა. რეალურად საკუთრებად გადაქცევაზე არის საუბარი მთელი საქართველოს. სადაც საქართველოს რესურსები, საქართველოს გავლი ტრანზიტი, საქართველოს ინფრასტრუქტურა, წიაღისეული ყველაფერი ეკუთვნის ერთ ადამიანს ბიძინა ივანიშვილს. ზუსტად ასეთ მოდელს აშენებს, სადაც ის აპირებს ვაჭრობას ამერიკასთან, ევროპასთან, ჩინეთთან,
თურქულ კავშირთან, რუსეთთან, ირანთან, ყველასთან საქართველოს სახელით, როგორც მისი საკუთრების. და ამ პირობებში ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მისი ამ სისტემის მორჩილი არ არის საფრთხე. შესაბამისად, ის მოსპობს აუცილებლად ნებისმიერ სივრცეებს, რომელიც თავისუფლად ან რაღაც კრიტიკის სივრცეები არიან და ერთადერთი გამოსავალი არის უკან დამხევი ამ პროცესში არ არის. ნამდვილად არ არის. ყველაფერზე წავა საბოლოო ჯამში. უკან დამხევი არ არის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ მას სანქციები არ აინტერესებს. ის რაც კარგავს ფინანსურად საერთაშორისო ასპარეზზე, მას წარმოუდგენია, რომ ამ ფინანსებს მილიარდებს ძალიან მარტივად ისე ვიშოვის საქართველოს მეშვეობით. აქ გაყიდის მიწას მაგალითად არაბებზე, რაზე არის საუბარი 6 მილიარდიანი ინვესტიცია. თბილისის და ბათუმის ირგვლივ უზარმაზარი მიწის ნაკვეთების გასხვისებაზე არის თავისი შინაარსით ამა თუ იმ ფორმით კი ბატონო ინვესტიციის სახით, მაგრამ გასხვისებაზე არის საუბარი. ეს არის მათ შორის იცით რას ნიშნავს, რომ შენ დასავლეთი 6 მილიარდ დოლარს გამიყინავს, მე საქართველოსდან რაღაც ტერიტორიებს მივყიდი პრაქტიკულად, არაბებს მაგალითად, 6 მილიარდ დოლარად და ამ ჩემს ივანიშვილის ამ შემთხვევაში დანაკარგს აანაზღაურებს საქართველოს მეშვეობით. და კიდევ აპირებს ეს აანაზღაუროს სწორედ ტრანზიტის მეშვეობით, რაც საქართველოსზე გადის, ნავთობი, გაზი, გზები, რკინიგზა, ეს ყველაფერი ხდება ბიძინა ივანიშვილის პირად საკუთრება და ერთადერთი მისი დანახარჯი ისიც ჩვენი გადასახადებიდან, ბიუჯეტიდან არის, რომ კვებოს უბრალოდ ეს ძალადობრივი ძალოვანი უკანონო სისტემა, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რომ უკანონობას ჩადიან. შესაბამისად, ივანიშვილისთვის მარტივი საკითხი დარჩა. ეს არის მცირე ჯგუფი მთავრობაში და პარლამენტში. ეს არის ძალოვანი სტრუქტურა და ეხლა რეორგანიზაციის შედეგად აპირებს რეალურად ძალიან დაშალოს საჯარო სამსახური, დაშალოს ბიუროკრატია, რასაც პროპაგანდა deep state-ს უწოდებს, რეალურად ის ადამიანები, ვიზაც დგას ჩვენი სახელმწიფო სისტემა, ეს არის საჯარო მოხელეები და სწორედ ამის შედეგად აპირებს შექმნას ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ვერტიკალი, ამ ბელარუსის, სადაც ყველა ადამიანი ემორჩილება. დღეს მაგალითად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჯარო მოსამსახურის გათავისუფლება იქნება შესაძლებელი 3 დღეში რეალურად გადაწყვეტილებიდან. რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი საჯარო მოხელე გააკეთებს რაიმე ნაბიჯს, რომელიც ბატონის მორჩილების მიღმა იქნება, 3 დღეში ის დაკარგავს საკუთარ თანამდებობას. ეს საჯარო სამსახური აღარ არის. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შპს და მათ შორის პარტია უკვე მთლიანად გადაჯაჭვული არის ქვეყანასთან და კომუნისტური პარტია სწორედ ეს იყო. ხო, მაგრამ შენ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ხარ და მაინტერესებს აი საერთაშორისო კონტექსტი, რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს მის მხარეს. ხო, მათ ახლა იმედი აქვთ, აი ტრამპის განცხადებებიდან გამომდინარე USAID-ის თემაზე წამოვიდა და ფაქტობრივად იგივეს ამბობს, რასაც ჩვენ ვამბობდითო, ხო, შალვა პაპუაშვილი გეუბნება, იგივე USAID-თან დაკავშირებით. ხო, დიდი ამბებია ამერიკაში და მათ აქვთ იმედი, რომ აი მოკავშირე იქნება მათი ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი და როგორ გონიაში? პირველ რიგში რაც USAID შეეხება, იქ არის გაუმჯობესებაზე ამ სტრუქტურის და გარკვეული კი ბატონო, ჩანს რომ კითხვებიც არის რამდენიმე ეფექტურად მუშაობდა USAID, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მთელი კონცენტრაცია უნდა იყოს იმაზე, რა განცხადებები კეთდება ამასთან დაკავშირებით შიდა ამერიკულ პოლიტიკაში, დაველოდოთ, ნახოთ რა გადაწყვეტილებამდე მივა მთლიანად სისტემა. რაც შეეხება ტრამპის პოლიტიკას კონკრეტულად, ნამდვილად ჩანს, რომ ტრამპისთვის მნიშვნელოვანია ლოგისტიკა, ეკონომიკური ლოგისტიკა და რა თქმა უნდა წინააღმდეგობა ჩინეთთან. ეს აშკარა არის. გრენლანდიაზე რაც თქვა და რაც გავლენის გაზრდას გულისხმობს, პანამის არხზე რაც თქვა მაგალითად გავლენის კუთხით და ზოგადად ჩინეთთან ტარიფები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შედის სწორედ შეერთებული შტატები და ჩინეთი როგორც ავტორიტარული ბანაკის, სადაც შედის რუსეთიც, ირანიც, თურქული კავშირიც პრინციპში ამ ბანაკის ლიდერი ამ წინააღმდეგობაში და ნუ აშკარა არის რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის აქ ნეიტრალური მოთამაშე. საქართველოს აქცია ჩინეთის, ირანის, რუსეთის და თურქული კავშირის მათ შორის ალიევის განცხადებები მაგას ცხადყოფს და მხარდაჭერა მოკავშირეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ აპრიორი გახდა დასავლეთის მოწინააღმდეგე და დასავლეთს აქვს კაფიო ინტერესები შავ ზღვაში. და შესაბამისად საქართველოს და კავკასიაში მთლიანად. ამიტომ თუ ჩვენ წავალთ იმ ლოგიკით, რომ ტრამპი აყენებს America First, ანუ ამერიკის პრიორიტეტებს, ამერიკის პრიორიტეტი აქ არის
თქვენ ძალიან კარგად იცით, მისი პოზიცია ჩინეთის და ირანთან მიმართებით და რუსეთის მიმართებით კიდე გამოიკვეთება ეს პოზიცია აუცილებლად, მაგრამ თანხმედრაში იქნება მთელ ლოგიკასთან, იმიტომ რომ ზუსტად იგივე ხაზი არის რუსეთი, ჩინეთი და ირანი. ძალიან მარტივი ლოგიკით რუსეთი და ჩინეთი არიან მოკავშირეები, ჩინეთი და ირანი არიან მოკავშირეები და ეხლა უკვე რუსეთი და ირანიც არიან მოკავშირეები. შესაბამისად, ეს წრე შეკრულია, სწორედ ამიტომ შეერთებული შტატების გლობალური ინტერესებისთვის დაუშვებელია, რომ საქართველო გადავიდეს ავტორიტარული ამ ბანაკის გავლენის ქვეშ, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად იქნება ამერიკიდან მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიის და არ იქნება მხარდაჭერა ივანიშვილის ამ რუსული რეჟიმის. და რა ფორმებით? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის. თუ ბაიდენის შემთხვევაში ეს იყო ძალიან მოსალოდნელი რა ნაბიჯები იქნება, მე ვფიქრობ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ივანიშვილის რეჟიმს ბევრი სურპრიზი ელოდება, მათ შორის იმ ხრივ რა ნაბიჯებს გადაძგამს შეერთებული შტატები და თქვენ ხედავთ, რამდენ კაფიო რა ტონით საერთოდ წყვეტს საკითხებს. ხო, კანადასთან გადაწყვიტა ბევრი საკითხი, მექსიკასთან საზღვრის საკითხი გადაწყვიტა რამდენიმე დღეში. კი ბატონო, რთული და უცნაური გზებით, მაგრამ ეფექტს აღწევს. და თუ შეერთებული შტატები გადაწყვეტენ და უკვე გადაწყვეტილი ქონდა ანაკლიის სპორტზე, ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ჩინელებს არ უნდა გადასწრեն. როგორც კი ეს საკითხი დადგება, აუცილებლად კაფიო ნაბიჯები იქნება. ეს თემა, როგორ შეიძლება გადაწყდეს, რამდენად არსებობს იმის იმედი, რომ ტრამპი ისევე დაუდგება უკრაინას, როგორც ბაიდენის ადმინისტრაცია ედგა გვერდით. ხო, ამის თითქოს რაღაც წინაპირობები დიდად არ არსებობს. ეხლა რაღაც ეს წიაღისეულის თემა გამოჩნდა, ბევრს გაუხარდა, რომ რაღაც ტრამპი ეძებს გამართლებას იმისთვის თუ მერე რატო დაეხმარება უკრაინას, მაგრამ ეს მე ვახსენე მისი თანაგუნდელები, რომლებიც შეხედულებები ზოგიერთის დიდად არ განსხვავდება მართლაც ახლა პუტინის შეხედულებებისგან. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაციაში არის ძალიან განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანები და სპეციალურად იმიტომ ყავს ესეთი ადამიანები შერჩეული, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რჩება მოულოდნელ კონფიგურაციად, სრულიად მოულოდნელია მათი ნაბიჯები რა იქნება ყველასთვის და ჩვენ ხედავთ, რომ ამ პოზიციას იკავებს. ეს არის შეერთებული შტატების პოლიტიკის ახალი ეტაპი, როდესაც ის საკმაოდ უცნაურად, მოულოდნელად ატარებს საკუთარ ინტერესებს. ეხლა რა არის შეერთებული შტატების ინტერესი მთავარი? რა თქმა უნდა, რუბიომაც ამაზე პირდაპირ ვისაუბრა, რომ ეს არის შეერთებული შტატები ჩინეთი დაპირისპირება კომუნისტურ პარტიასთან და ამაზე იქნება მთელი 21 საუკუნე. მათ შორის პანამის არხზე როცა აღნიშნეს, ხო, ჩინეთის გავლენაზე არის საუბარი. ჩვენს რეგიონში შევხედოთ. ჩვენს რეგიონში ჩინეთი უკვე ძალიან აქტიურად არის ჩართული. ეს არის კასპიის ზღვიდან აზოვის ზღვაში მშენებარე და პროექტი ევრაზია არხის, რომელშიც ჩინეთს 50 მილიარდი დოლარის ჩადება სურს და სწორედ ამიტომ უკრაინაში ის ტერიტორიები, რომელიც ამას უკავშირდება აზოვის ზღვის მიმდებარედ და ყირიმი აქვს რუსეთს ოკუპირებული, შეერთებულ შტატებს შეუძლია დატოვოს ეს ასე ვთქვათ, არხისთვის პოტენციალი ჩინეთისთვის თუ ამაზე შინეთთან შეთანხმება, თუ არა რეალურად ვთქვათ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ რა გააკეთა, უბრალოდ გადაარჩინა უკრაინა და შეინარჩუნა სტატუს კვო. თუ ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზულ ნაბიჯებს გადადგავს, 6 თვეში არის შესაძლებელი ამ კონფლიქტის დასრულება. იარაღის სერიოზული მომარაგების შემთხვევაში, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე. ეხლა იქ რაც იარაღი მიდის, არის 90-იანი წლების იარაღი, ისიც ძალიან ცოტა რაოდენობაში. შესაბამისად, ეს საკითხი ის რომ იურიდიულად ეს უკრაინას ეკუთვნის, ნებისმიერ დროს უკრაინას შეეძლება ამის აღდგენა. რაც შეეხება ჩვენ კავკასიის რეგიონში, პირველი მნიშვნელოვანი ის არის, რომ მარტო არ ვართ, არის კიდევ სომხეთი, რომელიც ასევე მიდის ევროპისკენ და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორია და ეს ჩვენ შანსებს ზრდის სულ მცირე ორჯერ, მეტჯერ და რა თქმა უნდა, აქ არის შუა დერეფნის პროექტი, რომელიც ჩინეთს აკავშირებს, ანუ ჩინეთისთვის ლოგისტიკაა მთავარი. სინგაპურის გავლით, რაც გადის ხო, მალაკის სრუტის გავლით, მისი ეკონომიკის რაღაც 70% ვაჭრობის იქ გადის და შესაბამისად მას სჭირდება ალტერნატიული გზები. ეს იქნებოდა აი ამ ევრაზია არხის მეშვეობით, სადაც პრობლემები აქვს, მეორე მიმართულება არის შუა დერეფანი. ბიძინა ივანიშვილის გაცვლაა, რომ შუა დერეფანს გააკონტროლებს საქართველოს მეშვეობით ივანიშვილი და თელ ბენეფიტებს აქედან ჩინეთის გავლენისგან და თურქული კავშირის მიიღებს პირადად. რაც არის კატასტროფა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, იმიტომ რომ ბენეფიტები ამ ტრანზიტისგან უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოსი. და მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, უკანონო ზანგეზურის დერეფნის გაჭრას აქვს ძალიან სერიოზული რისკები.
მათ შორის დაკავშირება თურქეთის და აზერბაიჯანის საქართველოს უკარგავს ამ ტრანზიტის შესაძლებლობას და შესაბამისად დასავლეთის ინტერესი აქ მათ შორის ის არის რომ ერთი მხრივ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას და ეს არ დაუშვას და მეორე მხრივ უზრუნველყოს ის რომ საქართველოს გავლით ეს ტრანზიტი იყოს ევროკავშირის ფარგლებში და შესაბამისად დასავლეთი აქ ასევე აკონტროლებდეს ამ ლოგისტიკის მნიშვნელოვან გზებს.